ბლოკავს თუ არა რუსთავის საკრებულო ქალაქში დაგეგმილ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს ხელოვნურად მერიასა და თვითმმართველ ორგანოს შორის დაპირისპირების ახალი რაუნდი იწყება. საკრებულოდან პოლიტიკური პროცესი სასამართლოში ინაცვლებს. დავის მიზეზი მერიიდან დასამტკიცებლად გაგზავნილი და განუხილველად დატოვებული მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტებია. 2021 წლის არჩევნების შემდეგ რუსთავი ქალაქებს შორის აღმოჩნდა, სადაც მმართველმა გუნდმა საკრებულოში უმრავლესობის ფორმირება ვერ მოახერხა. თვითმმართველ ორგანოს, სადაც უმრავლესობას ოპოზიციური ძალები შეადგენენ, ქალაქის მერია მიზანმიმართულ საბოტაჟში და თვითმმართველობის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ დეველოპერული პროექტების მიმართ პრეტენზიები აქვს ოპოზიციას. საკრებულოს წინააღმდეგ სარჩელი უკვე სასამართლოშია. ეს ის ადგილია, სადაც ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერული კომპანია რუსთავში 100 მილიონ ლარამდე ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. პროექტი ქალაქში 8 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და რამდენიმე ათეული რუსთაველის დასაქმებას გულისხმობს. თუმცა ეს პროექტი სხვა კიდევ 5 პროექტთან ერთად უკვე 6 თვეა გაჩერებულია. Golden Palace-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დოკუმენტაცია წესრიგშია და პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. ფაქტობრივად 6 თვეზე მეტია ველოდებით გადაწყვეტილება საკრებულოდან, სამწუხაროდ დღემდე ეს გადაწყვეტილება არ მეგვიღია. გათვალისწინებული გვაქვს ყველაფერი ამ კომპლექსში, მათ შორის საბავშვო ბაღი, მათ შორის გასართობი სივრცეები, დასასვენებელი სივრცეები და ვართ ამ მოლოდინის რეჟიმში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გადაწყდება ეს საკითხი. Golden Palace-ის პროექტი სხვა საინვესტიციო პაკეტებთან ერთად რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოში თვეების განმავლობაშია გაჩერებული. პროექტების ნაწილი საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ მხოლოდ მას შემდეგ განიხილა, რაც რუსთავის მერმა საჯარო განცხადება გააკეთა მედიის საშუალებით. 100 მილიონიანი პროექტი კი რუსთავის მერიამ უკვე მესამედ შეიტანა საკრებულოში განსახილველად. პირველად 2023 წლის 10 მაისს გადააგზავნა და ყოველგვარი განმარტების გარეშე საკრებულომ 4 თვის შემდეგ 25 სექტემბერს დააბრუნა. ხელმეორედ გადაიგზავნა უკვე 26 სექტემბერს, თუმცა ამჯერადაც უკან ისე დაბრუნდა, რომ სხდომაზე განსახილველად არც კი გასულა. მესამედ კი პროექტი რუსთავის მერიამ 16 ოქტომბერს გადააგზავნა და ამ დრომდე უცნობია რა ბედიელის ორჯერ მოbrunებულ პროექტს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციური საკრებულო შეგნებულად აფერხებს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ამიტომ რუსთავის მერია სასამართლო პროცესს იწყებს და ქალაქის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის ქმედებებს სასამართლოში ასაჩივრებს. დღესაც გაჩერებულია ან უკანონოდ არის უკან მოbrunებული ისეთ საკითხები, რომელიც გულისხმობს ქალაქში ახალი ინვესტიციების შემოსვლას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. იქამდე სანამ სასამართლოს მიმართავდით, ჩვენ მივმართეთ თავმჯდომარეს და მოვთხოვეთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილია ეს პოლიტიკური გეგმის განხორციელებისთვის შეეშალა ხელი. საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის წევრები ამტკიცებენ, რომ წარმოდგენილ პროექტებში ხარვეზებია და მის გამოსწორებამდე პროექტებს მხარს არ დაუჭერენ. ნაციონალური მოძრაობის ამ მოსაზრებას იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია საქართველოს წარმოადგენს. საკრებულოს თავმჯდომარე თვლის, რომ საკითხის ბიუროზე და საკრებულოს სხდომაზე არ გატანით რეგლამენტი არ დაურღვევია. შენიშვნებით არის გადაგზავნილი და ყველანაირი დოკუმენტი არის შენიშვნებით გადაგზავნილი, ასობით წერილი არის მიწერილი მერიის სამსახურებთან. წავიდეთ, ამოვიღოთ საკრებულოს სხდომის ოქმები, კომისიის ოქმები ამოვიღოთ და ნახოთ რა საკითხები არ არის განხილული. ეს ხო დოკუმენტი არის, ეს ხო ოქმდება. აი ეგერ მეგაჩვენეთ დოკუმენტი, ესე ამოვიღოს დოკუმენტი, რომელი საკითხი არ იყო განხილული, რომელი საკითხი არ არის შენიშვნა მიცემული. ის საკითხები, რაც კომისიებმა არ განიხილეს, კომისიიდან ვერ გადავიდა ბიუროზე და შესაბამისად საკრებულოზე, ეს საკითხები იყო ხარვეზიანი, დაუბრუნა კომისიამ ხარვეზები და თხოვა გაესწორებიათ ეს ხარვეზები და არ ირღვევა რეგლამენტი. საკითხი, რამოდენიმე საკითხი იყო პრაქტიკაში, რომელიც ესე დაბრუნდა ხარვეზით გაასწორეს და ჩვეულებრივად საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო დადებითი. თუმცა კონკრეტულად რა ხარვეზებია პროექტში და რა უნდა გამოასწოროს მერიამ დოკუმენტში მითითებული არ არის. საოქმო ჩანაწერში მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადავიდეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე. მერიის ინტერესებს სასამართლოში ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ მუზაშვილი დაიცავს. იურისტი ამბობს, რომ საკრებულომ რეგლამენტი და თვითმმართველობის კოდექსი უხეშად დაარღვია. მათ არ ჰქონდათ უფლება საკითხი დაებრუნებინა მუნიციპალიტეტის მერიაში. მას აქვს უფლება განიხილოს, შეისწავლოს, რეკომენდაციები გასცეს და სხვა ის პროცედურები, რომელიც 29 მუხლში არის რეგლამენტით გათვალისწინებული. საკრებულოს წევრის პარტია ქართული ოცნების დეპუტატის გრიგოლ ვეფხვაძის განმარტებით ოპოზიციური საკრებულოს უმრავლესობის მიზანი ქვეყნის და ქალაქის განვითარების შეფერხებაა. დეპუტატის თქმით, არც ერთ დოკუმენტში არ არის მითითებული თუ რა ხარვეზის გამო უბრუნდება პროექტები მერიას უკან. ამასთან არ არის გაცემული რეკომენდაციები
მათი მხრიდან თუ რა უნდა გაკეთდეს, ხარვეზის შემთხვევაში მის გამოსასწორებლად. როდესაც ჩვენ გამოცხადეთ, რომ ატო არ შემოგაქვს ბატონო კომისიის თავმჯდომარე, თქვა რომ მე ესე მინდა, მე არ ვარ მზად, მე არ ყავს სპეციალისტები, რომელსაც ამას მომიმზადებენ, გავერკვევი და როდესაც უთხარით რომ ამას ყველაფერს აქვს ვადა, ერთი თვის თქვა რომ მე ესე მჭირდება და რაც გინდათ ის ქენი. ეს რუსთავის მერიასა და საკრებულოს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. ქალაქი სერიოზული კოლაფსის წინაშე 2022 წლის ნოემბერშიც დადგა. მაშინ ოპოზიციური საკრებულო 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერდა, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. ოპოზიციურმა საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი საბოლოოდ უცვლელად მიიღო, თუმცა მის მისაღებად ვადა მაქსიმალურად გამოიყენა.